ყველა გამარჯვება რა თქმა უნდა საციხარულია, მაგრამ როდესაც შენი ქვეყნის, შენი ქალაქის და შენი დარბაზის სახელი გაგაქვს ქვეყნის გარეთ, ძალიან დიდი ემოციაა და ძალიან სანერვიულოა და რავი, აი ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. როდესაც მოგიწევს ის რომ უნდა გარისკო რა, ისე არ იქნება არანაირად და შეიძლება ეს შენი გარისკვა აი ძალიან ისეთი გამოდგის რა არ გარისკო და არ გამოგივიდეს, მაგრამ გარისკო და გამოგივიდეს რა, ძალიან კარგად მოხდეს ყველაფერი და მე ჩემი მაგალითს ვიტყვი იმას, რომ როდესაც პირველად თავიდან მოვიდე ხელი, თითქოს ჩავიქნიე ხელი, რომ აი ცალი ხელით რა უნდა ქნა, მაგრამ რავი, გავრისკე და უფლის წყარობით მოხდა ისე, რომ გავიმარჯვე. თუ მიზანი არ არის, არ გვაქვს გაანალიზებული რა გინდა ცხოვრებაში, ჩემი აზრით არ უნდა მოკიდო ამ საქმეს ხელი და შრომით, მონდომებით ყველაფერს მიაღწევ. როდესაც მატყუებენ როდესაც მატყუებენ, რავი, ჯერ პირველ რიგში არ მიყვანს, როდესაც მატყუებენ, ყოველთვის გამოდის ხოლმე ისე, რომ ყოველთვის ვიჭერთ ყოველში. ესე იგი არ არიან კაი მატყუარები, ვერ მატყუებენ კარგად რა. და რავი, ძალიან გულსატკენია, როდესაც გატყუებენ რაღაცას და თუ ადამიანი გამოვიჭერეთ ყოველში, ნამდვილად რომ კარგად არ ვიქცევი რა. მეგობრისადმი ურთიერთპატივისცემა, ეს არის ჩემთვის ყველაზე წმინდა რამ. რაც აი ამ ქვეყანაზე მოვლენებულ ნებისმიერ ადამიანს უნდა გაარჩიოს და უნდა გამოცადოს ის მეგობრისადმი სიყვარული და მისი ერთგულება რა. მე აი ძალიან მაძლიერებენ, ძალიან მხარში მიდგანან და ყველაფერში მიხმარებიან თითქოს ჩემი მეგობრები, ასე რომ ჩემო მეგობრებო, ყველანი ძალიან მიყვარხართ, ჩემი ძმები ხართ, ჩემი დები ხართ, რა თქმა უნდა.